კაი, ძალიან საინტერესო ლაპარაკი გვაქვს, მეგობრებო. მე ესეთი გამოცდილება მაქვს, მეგობრებო, 88-9 წლებში აქციებზე სიარულის. ეროვნული განთავისუფლების მოძრაობის აქციებზე. 88-ში მეც დავდიოდი. 88-ში, კი. ხო, არ დადიოდი. არა, მე დავდიოდი. იბა შენ დადიოდი. მე დაორგანიზებული. შენ დაორგანიზებული. არა, რო ვიცოდეთ. რაღაცას წარმოადგენდნენ ჩვენი ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მე იტყოდნენ, რომ გავიმარჯვოთ, კრემლმა უკან დაიხია. თეთრმა სახმა უკან დაიხია, მეგობრებო, და ის ალერტი, რომელიც ჰქონდა სრულიად საელჩო. ო, მე ესე პერიფრას გავაკეთებ და თეთრია სხვა შორის საელჩოც. პერიფრას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ საელჩომ უკან დაიხია და ის ალერტი ტერორისტული ეგრეთ წოდებული აქტების გაფრთხილება, რაც მას ჰქონდა, მეორე განმარტება დაუგდო და მოხსნა გაფრთხილება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჩვენ სუსო ველაპარაკეთ და თურმე არ ყოფილა. აი ესე დაიხევთ უკან, როცა არ ახართ მართლები. და ამერიკა არ არის ბოლო ინსტანცია ჭეშმარიტების ჭეშმარიტება. საქართველოს არის მართალი ყველასთან. საქართველოს მართალი არის ყველასთან. საქართველოს პლუს ჩვენი პლუსი ის არის დღევანდელი ხელისუფლების ჩვენი ქართველი ხალხის პლუსი ის არის რომ ვართ მართლები. 100%-ში მართლები ვართ რა. ჩვენ არ დაგვირღვევია არანაირი მეგობრობის არანაირი სიტყვა ხელშეკრულება, უბრალოდ დაგვიპირეს დაჩაგვრა. და ამაზე გავწევთ. სხვათა შორის აი მაქსაკითხს რო გავუყვეთ რა ხა მეგობრობის და თქვათ ორმხრივი თანამშრომლობის არც ერთი სიტყვა არა თუ არც ამერიკასთან არც ევროკავშირის რაიმე ინსტიტუტთან ისე რა სტატისტიკისთვის მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზაზე უარყოფითი პასუხი რეგიონში ყველაზე მაღალი ჰქონდა ჩვენ ამ ესე იგი ზუსტად ამ მიმართებით რო შევაფასოთ ISAF-ის ოპერაცია როცა იყო ავღანეთში ყველაზე მეტი ჩვენ გავიღეთ. ამას დამატებული ნატოს ისინი რა ქვია წვნები ჩვენი ყველაზე მთავარი ჩვენი იდენტობა რაზეც დააფუძნა მიშამ თვით კოლონიალიზმი პოსტკოლონიალური რაღაცა შიზოფრენია რომელიც ამბობდა რომ ესე იგი ამერიკელი თუ იტყვის ჯონ ჯონსი თუ რაღაცას იტყვის ეს ყველაფერი ხო ჯიმი ჩუ აი ეს მიმართ ევროკავშირთან მიმართებაში რაც გვითხრეს ყველაფერი გავაკეთეთ ესე იგი პოლიტპატიმრის სტატუსი მივანიჭეთ გიორგი რურუას გიგი უგულავა შევიწყალეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ საომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ წავყევით იმ 12 პუნქტიან გეგმას საქართველოს კონსტიტუცია დავალული 12 პუნქტიანი გეგმა რო იყო სადაც ფაქტობრივად არ ვიცი ეწერა ესე იგი როგორი რაღაც იცი ხოთან საითაც მინდა სახელურს იქით რო გავუკეთებ დეპოლარიზაციის შემცირება და დეპოლარიზაცია იქიდან მხრიდან გეუნებიან რომ შენ ბავშვებს ჭამ არა დედას გაგინებენ ბავშვებს ჭამ და მოლოტოვს გესწრიან და იცი დეპოლარიზაცია შენი პასუხისმგებლობა ვერ შეამცირე კიდე ერთი ამბავი იპიპი მოითხოვა ევროკავშირისგან რომ ევროკავშირის NGO-ებმა წარმოადგინონ გამჭვირვალეობა გაზარდონ ანუ იბიპი ითხოვს ევროკავშირში დარეგისტრირებული NGO-ების გამჭვირვალეობის ფონდების გამჭვირვალეობის გაზდას ეს რა თქმა უნდა ევროკავშირში საქართველოს ბანდუსტანია ხო გითხრა ბორელმა რომ ეს არის თურმე ჯუნგლები და აქ არ შეიძლება აქ არ შეიძლება სააკაშოს რო ეპატიჟება თავის ყრილობებზე ხო ნუ რაც ლაპარაკეთ მაგას უნდა დავამატოთ ის რომ განსაკუთრებით ბოლო 2 წლის მანძილზე საქართველოს რაც კი საკანონმდებლო ცვლილება დააინიცირა თუ განახორციელა აბსოლუტურად ყველა მიჯრით გამეორდა მე ეკოსავით ან შუაგულ ევროპაში ან ამერიკაში. და მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც გვეუბნებოდნენ ყველა იმ კანონ პროექტზე რომელიც შემდეგ თვითონ ან მიიღეს ან დაიწყეს იმპლემენტირება, რომ საქართველოში ეს იქნებოდა საშინელება და ყველანაირი დემოკრატიული თუ ევროპული ღირებულებების უკუსვლის ტოლფასი და ასე შემდეგ. და გარდა იმისა, რომ ახლა ჩვენ ამაზე სულ ლაპარაკობთ, რიგით ქართველი ამას ყოველთვის ხედავს და აფასებს, იმიტომ რომ უსამართლობის შეგრძნება არის ყველაზე მარტივად განსაცდელი შეგრძნება, რომელსაც არ ჭირდება რაღაც განსაკუთრებული გეოპოლიტიკური ანალიზის უნარები, რომ შენ მიხვდეს შენ ქვეყანას როგორ არასწორად და არა თანაბარუფლებიანად ეპყრობიან. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგიც რამაც რეალურად ევროსკეპტიციზმი გააძლიერა ქვეყანაში. ხო, მე გავუშვათ ბაია პატარაია რა. გავუშვათ.
ცდილობენ შეასაღონ ეს ყველაფერი გაასაღონ. ისე თითქოს ევროკავშირი ამბობს ჩვენზე უარს. ამ დროს ყველა კარი ღიაა ევროკავშირში. უბრალოდ ჩვენ ხომ ვიცით რომ მოლაპარაკებების დასაწყებად ჩვენ უნდა გქონდეს თავისუფალი სასამართლო და კანონის უზენაესობა, როცა კანონი მეფობს და არა მეფე ვიღაცა რუსი ბიძინა კანონობს ამ ქვეყანაში და ის რასაც გადაწყვეტს ის რომ არის დღეს კანონი და სამართალი, ასე როგორ მიგვიღებენ ამ მდგომარეობაში ევროკავშირში? ანუ ბაია პატარაია ამბობს რომ ყველა კარი ღია არის. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ სწორი გასაღებები ავარჩიოთ. კი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მართალია. ჩვენ რო ჩავრთულიყავით ომში, ომში ჩართვა არა, თავიდან მოდი გეგმაზომიერად და ქრონოლოგიურად მივყვეთ. პირდაპირ ომში ჩართვას არავინ არ ნახე რას გთხოვდნენ. ჯერ პირველი უნდა გაგეგზავნა შეიარაღება უკრაინაში. უნდა დაგეწესებინა სანქციები რუსეთისთვის და შენ ჩამოანგრევდი რუსულ ეკონომიკას. იმიტომ უნდა დაგეწესებინა. იცი როგორი სანქციები? შენ ხო ჩამოანგრევ? სამხრივი სანქციები. ანუ ჩვენ რაღაც სანქციებს შეუერთდით. ხო. იცი როგორი სანქციები? შენ რუსეთში ვერაფერს ვერ შემოიტან საქართველოში. ხო, ვერც გაიტან. ერთ-ერთი სანქცია. ვერაფერს. და მე ანუ თუ ხვდებით ხალხო, ნახეთ ძალიან მარტივი რამეა რა. რასაც გთხოვდნენ იმას, რომ პირდაპირ გაგვენადგურებინა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები რუსეთზე იქნებოდა იგივე ის ლიანდაგის გადაკეთება და არა დავამთავრებ აი ეს პოსტსაბჭოთა ვთქვათ ვნება, რომ ჩვენ ამხელა მონსტრი გვაზის თავზე საბჭოთა კავშირის სახით და ეს რომ მოგშორდება ჩვენ ბორჯომი და ის რა ქვია ღვინო ხო ისედაც ესე მიგვაფრენს და მე საერთოდ რას ვიზავ. ეგ პრინციპი, ესე იგი ჩვენ უნდა დაგვეწესებინა სანქციები და რუსეთისთვის დაგვენგრია ჩვენი ეკონომიკა, ჩვენ უნდა ჩავრთულიყავით ომში და რუსეთს რაღაცა გარკვეული ძალები აქეთ გადმოესროლა და დაგვესუსტებინა და გაგვენადგურებინა 3 დღეში ჩვენი სახელმწიფო. ოღონდ მერე პარტიზანული ომი. და მერე პარტიზანული ომით, ანუ ესე გვეკბინა დათვისთვის გვესროლა თბილის ისინი ჩხირები. ოღონდ სახში მყოფი დათვისთვის უკვე. სახში რომელმაც კარგად დაანგრია სახლი. ხო. მე კიდევ ჩვენ ვარ დამალულები, ოღონდ კვილი ჩხირებით. და დათვი ვერ გწდება. ხო. და შეიძლება კიდევ თქვა? აი, ყველა მოკლედ ძალიან მარტივია რა, რასაც დასავლეთის გარკვეული ინსტიტუტები, Deep State-ის და აი ამ გლობალური ომის პარტიის მეშვეობით ჩვენ გთხოვდნენ, ყველა დიდი, ვთქვათ ესეთი მოთხოვნა ანგრევდა ჩვენ სახელმწიფოს. და კიდე რაც თავარია, კიდევ ერთი რამ გამოგჩა და მე მინდა შეგახსენოთ, რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ უნდა მოგვეწვია ესტონელი, ლიტველი, ლატვიელი და ინგლისელი და პოლონელი და ჰოლანდიელი NGO-შნიკები, რომლებს მოქმედი მოსამართლეები ბაია პატარაიები. და ბაია პატარაიას არა, იქაური ბაია პატარაია. და აქაურსაც ესტონელი აპრიორში ბაია პატარაია. და რომ მიგაკ აქაურ მოსამართლეებს უნდა შეეტანათ განაცხადი რომ მინდა მოსამართლეობა, ისინი განიხილავდნენ, გამოიძახებდნენ, დაუსვებდნენ შეკითხვას, რა სიტყვით LGBT-ზე. ხო იცი, ქურდებს შეაგინე რა. მაგრამ მართლმადიდებელი ხარ თუ არა, დარწმუნებული ვარ, ეგეთი აპროსი იქნებოდა. თუ დაკმაყოფილებდა რაღაცა პასუხი იქნებოდა, იცი რა, მართლმადიდებელი თავის ტენდენციები შეაფასებს გარკვეულ. ხო და როგორც შეიძლება სუბიექტური იყოს. და როცა ესენი ქართველი მოსამართლეები რაღაცებს იტყობდნენ, დაურტყავდნენ ბეჭეს not approval და მოიყვანდნენ NGO-შნიკებს. მოიყვანდნენ მაქარაშვილს მოსამართლეებს, მაგარი ბიჭო, არა, ეხა შალვა შენ საერთოდ ეხა დემორალიზებას და საერთოდ იმას რა ქვია, გაბანკროტებას აკეთებ. მაგრამ ეგრე არ იქნებოდა. მოიყვანდნენ მაგალითად ნინო ლონჯარიას, მოიყვანდნენ მაგალითად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ყოფ იურისტებს. რა ჩაკმარისი რომ მოეყვანათ. გიჟდა მაქარაშვილი, ეხა მოსამართლე როგორ უნდა ყოფილიყო, ის ხო არ არის? იდიოტოკრატია როა ფილმი. ბოქსიორი რო არის. გიგიაძეს რატო არ მოიყვანა? და გიგი ტელაშოვს რატო არ მოიყვანა? გავუშვათ დინოლომჯარია. თავარი თემა ისაა რომ რეალურად რაც ამას ლაპარაკა ეხა ბაია პატარაიამ. უზენაეს. ამას ყველაფერს უმარტივესად ანგრევს ცოცხალი ტრაგიკული მაგალითი უკრაინის, რომელსაც პირდებოდნენ ნატოს
და რომელსაც მიმდინარეობი აქვს ჯერ კიდევ და უკვე დახურული არის სამუდამოდ მისთვის ნატოს კარები. ანუ უმარტივესი რეალობა, რომლის წინაშე დგას მსოფლიო და ძალიან ტრაგიკულად უკრაინა, მაგრამ აგერ ბაია პატარაი მაინც გვიმტკიცებს, რომ ყველა კარი ევროკავშირის საქართველოსთვის იყო თუ არ იღია და მარტო ისჭირდება, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში, იმისთვის რომ შემოფიჯოთ შიგნით. ლომჯარია გავშვით. საანქციებს და მე რა სინამდვილეში ეს ასე არ არის. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე სასჯელი მათთვის, ამ ადამიანებისთვის. უბრალოდ მათ არ აქვთ რა თქმა უნდა სხვა გზა, ეს არის რაღაცა პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილი, რომ არ უნდა შეიმჩნიონ მათი სიმძიმე, თუმცა უკვე მათ რეაგირებაში უკვე იგრძნობა განსხვავებები, ხო? თუ გარკვეული პერიოდი საუბრობდნენ, რომ არ აშინებთ სანქციები, რომ ეს მათთვის ჯილდოა, რომ არაფერი არ მოხდება და არაფერ სანქციები არ ნიშნავს. დღეს უკვე ხედავთ პროპაგანდა როგორი გაღიზიანებულია და როგორი გაღიზიანებულები ჩანან ეს ადამიანები. და სად ხედავთ ამას? ანუ მე რო ვთქვი ცოტა გაღიზიანებულად რაღაცაზე, ეს ჩემი ჩანაწერი გადაცემაში ვთქვი, რატომღაც ჩემში ისტერიკა დაინახეს. ჩემში ლაპარაკობთ და თვითონ თქვენთანგანში მეგობრებო ვინ ჩვენსკენ არის და უმრავლესობა ვართ ესეთი ელემენტარული თავმოყარეობა. თავმოყარეობა ორმაგი, სამაგი სტანდარტებით ვირიშვილი მიშას რო დაათრევენ რეზოლუცია და ციხეშიაო რო იძახიან და მართლა ციხეში უნდა გადავიყო. მართლა უნდა გადაიყო. ხო და კიდევ დღეს ბოდიში მაგას მოვაყოლებ. კიდევ 30-მა კაცმა გადაკეტა თავარი გამზირი და გვეყოს რა მეგობრებო, ძალიან გთხოვთ რა. დასაჯეთ რა ეს ხალხი რა კანონის ძალით. ძალიან გთხოვთ. არ შეიძლება რა, არ გამოდის ეგრე რა. გიჟები ეპატრონებიან ქალაქის გამზირს და მაგ გიჟების დედაც ვატირე ბიჭო. არ გამოდის, ვინ არიან საერთოდ რა. მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარყოთ რა. კარგი, ეს თხოვნა მეგო. საბაბუაძე რო არ გაუშვათ, ჩვენ დაგვიჟის განგება რა. საბაბუაძე. კრიზისი გადაიჭრება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გზით. სხვა ვერაფერი ამ ძალიან მძიმე კრიზისს ვერ განმუხტავს და ის, რასაც ქართული ოცნება ცდილობს, ამის საპირწონეთ არის უბრალოდ ღალატის ტოლფასი, როგორც გითხარით, იმიტომ რომ აქ არაფრის დაბალანსებაზე არ მიმდინარეობს საუბარი. აქ მიმდინარეობს საქართველოს რუსეთის პირისპირ დატოვებაზე და საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ საქართველოს გახდეს სწორედ ისეთი, როგორც პოლიტიკური ცხოვრებაც არის რუსეთში, ან კიდევ უფრო თვალსაჩინო მაგალითი არის ამის ბელორუსი. ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. ხო, რა შეიძლება ისეთ მაგარ კაცი თქვას, როგორც არის საბაბუაძე რა. კიდე ერთხელ მეგობრებო, მოდი კიდე ერთხელ ვიტყვი, რაც ადრე მithქვამს. კიდევ კარგი ოცნება არის ესეთი იდიოტი რა. ოცნება რაშუაში. ამას ამოჭრე. ამოჭრიან კი. მაგათ დედავად. ოცნების მტერი არის ასეთი იდიოტი. კიდევ კარგი რა. ეხლა მე გეტყვით რატო არის ეს კარგი. იმიტომ რომ ადამიანები ოცნებას ეომებიან, ოცნების მტრები, იდიოტები ოცნებას ეუბნებიან, რომ რა პრობლემაა იქ. რუსეთი, ომი არაფერში არ არის. რუსეთი არის თავარი, რუსული ძალა, რუსი ემისრები, ფული იპარება, კორუმპირებული ხელისუფლებაა და აი გლობალური ფსევდო უდიდესი ფეიკებით. და იმ ადამიანს, რომელიც უკმაყოფილო არის იმითი რა ქვია. ოცნებით, მაგრამ უკმაყოფილო რითი, იცი? რაღაც კონკრეტული ადგილზე რაღაც არ მოუგვარდა. ეგეთი ხდება. იმას კი არ ეხმარებიან, რომ ეს პრობლემა მოუგვარო, ან მიიტანონ სადაც საჭირო. არა. ის ფეხებზე კიდიან. მისდევენ ბიძინა ივანიშვილს, მისდევენ პრემიერ-მინისტრს, მისდევენ პარლამენტის წევრებს და ლიდერებს, პარტიის ლიდერებს და აბრალებენ რას, ხალხო, სიგიჟეებს. რომ რუსეთის თემა მილიარდებს შეუგლობენ და ასე შემდეგ. და სანამ ეს ასე იქნება, ყოველთვის იქნებით იდიოტები, ოცნების მოწინააღმდეგეებო რა. ეგრეა. ხო, მთავარი ოპერირების ინსტრუმენტი რო არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული ისტერია და სრულად დაუფუძნებელი და უარგუმენტო რუსული ისტერია ყველაფერთან ერთად. იქ შეუძლებელია რომ რაიმე ტიპის რეალური პოლიტიკური პროცესი წარმოიშვას, ანუ ყველაფერზე რომ ბრალდება არის რომ ეს არის რუსული, შენ ხარ რუსი, გააკეთე რუსეთის საქმე, მიიღე რუსეთის დავალება, აღასრულე რუსეთის დავალება, არანაირად უყურე, მაგალითად რეალურად რუსული
ფულის კვალი სადაც არის დამტკიცებული, არის მაგალითად ელენე ხოშტარიან, რომელსაც ერიცხება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველ თვე რამდენიღაც ასეულობით 1000 რუბლი. ეს არის კანონის უზენაესობა რუსეთის მხრიდან, იმიტომ რომ ვერ არღვევენ სოლიკოვის სალაძესთან დადებულო ათეულობით წლების წინანდელ კონტრაქტს. კონტრაქტია, ბიჭო, როგორ დაარღვევს? რუსეთი როგორ დაარღვევს? რუსეთი საერთაშორისო. ან რუსეთი ესე იგი იმდენად კანონმორჩილი სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ხვდები რომ მარტო ელენე ხოშტარიას ვერ უჩერებენ იმას რა. არა, სხვათა შორის მართალი. არა, კიდე ერთხელ, აი მოდი გავუშვათ ანა ნაცლიშვილი, გავუშვით. ეს არის ახლა ჩვენი ამოცანა ისტორიული, რომ საქართველოს არ დაკარგოს დამოუკიდებლობა, რომელიც აი ეს სიმწრით გვაქვს მოპოვებული და აი ეს წლები რომლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს სხეული გამოიკვეთა. განსაკუთრებით ბევრი სიმწარე ნახა ამ ქალის მამამ, ანა ნაცლიშვილის მამამ. იცით ვინ იყო ანა ნაცლიშვილის მამა? ანა ნაცლიშვილის მამა იყო ქუთაისის ავტოქარხნის დირექტორი, რომელმაც აიღო მიშასგან და ბიუჯეტისგან ფული, ყოველ შემთხვევაში ვალდებულებები აიღო, რომ გამოუშვებდა, მე მგონი ელექტრომობილებს. არ გამოუშვებდა, მიშამ დაიჭირა. ერთადერთი შემთხვევა შეიძლება, როცა მართალი იყო მიშა. შემდეგ ეს მამამისი მიშას დაჭერილი იყო იქ და ეს არ ვიცი, ეხმარებოდა თუ არა, ეჭვეპარება რომ ეხმარებოდა მამამისს. შეიძლება უთხრა რომ კარგია მანდ ზიხარ, სწორიაო, შენ რო სიტყვა გატეხიო. ხო, აი მამამისი აი ესეთი ტიპები, რომლებიც ბიუჯეტს საცლიდნენ ფულს, მაგარი სიტყვით მოპოვებულია. ეს ხო ლელოა. კი. ლელოს აგრეთვე ერთ-ერთმა კორიფემ დათო უსუფამ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ყრილობას რო უყურეო, დათომ რატო? ქართული ოცნების ყრილობას რო უყურეო, კონკავშირი იყო რა. განაცხადა კაცმა, რომელიც 9 აპრილის მერე შევიდა გაწმენდა კომუნისტურ პარტიაში. არა, ეხო ვიცით კაცო. ეს პარტია გელაპარაკება რამის და ამ პარტიის წარმომადგენელი. გია ხუხაშვილი არის ძალიან მაგარი ხუხსელ მანდელა. ეს ძალიან ძლიერი ის არის თან ანალისტი. სხვათა შორის ისეთ გეგმებს დებს, რომ ჟუან ტელიგივის, ოღონდ პროსტა ზოლდაში და იმ სხვა თემებში რთულია ნახო. მაგრამ აი ხუხაშვილს მოусმენთ რა კარგად ლაპარაკობს ნახეთ. 26 მაისი რო ჩატარდება, მერე რა ხდება? აი, ეს ხო პროცესია, ეს ხო არ არის ერთჯერადი. კი ბატონო, შეიძლება 26 მაისს გამოვიდეს 100,000 კაცი. საღამოს რა შვილი ცახში მიდივართ? აი მერე რა ხდება, ხო, ანუ საჭიროა გეგმა, აი ეხლა ხშირად ვამბობ რა, უკვე ძალიან მერიდება, ხო, შედარება მოყავს. თქვენთანაც მომიყვანია, როდესაც შენ გაქვს პრეტენზია, რომ იყო მძღოლი, მაგრამ საჭესთან არ ჯდები, უკანას კამზე ზიხარ და ელოდები ეს მანქანა თავისით როგორ მოგიტან შედეგს, ხო, ანუ აწე აპროფიტიდან დეპუტში როგორ მივა? ეს არ არის მძღოლი. არა, გავიგე, ბიჭო, რა ვქნა. 100,000 მილიონი კაცი რო გამოვა. ნახე, რა არის არსებობს რაღაც გარკვეულდების. ჩვენ ახლა საბაბუაძეს, გრიგოლ გეგელიას, ვიღაცებს მათ სოციალურ ჰაბიტუს შეიძლება ვაკომენტარებდეთ და არ გადაგვდიოდეს ეს ესთეტიკურ ფაშიზმში, მაგრამ გვეცინებოდეს და რაღაცა კონდეც ასაცილო ფორმა, გამოხატვა, რაღაც ეს თხრობის მანერა, ის ბიჭო, არ შეიძლება რომ ეს კაცი ლაპარაკობდეს აკეთებდეს ანალიზს. არ შემოვარდნილი და კამერას რო ვერ აყენებს. თაღლითია. არა, ჩვეულებრივი ბომჟი ერთი წუთი. რა ბომჟი? ვინ არის ბომჟი? მე გეუბნები, ვინ არის? ცოტა რაღაცნაირად ახლა ხორცს მაინც დაჯდა. დინას არა, ბომჟი. გამოისობით მოგალატ ეს მართლა ნაბოზარი, დიდი ბოდიში. მე სახში კაი სახში ზის. მართლა რა, ვინ არის? ბიზნესმენშვილის ნაჩუქარ სახლიდან ერთობა, ხო? ის თქო. ბომჟი არა. ბიზნესმენშვილის ნაჩუქარ სახლიდან ერთობა, ხო? აბა რა თვითონ წელებზე მე დაიდგა. რა ისრომა. თან მოდგამა რა საბობ იქ იყო. არა დავანქრიოთ რა. უნდა რა. ივანიშვილის რეჟიმი და არაფერი ოჯახის წევრი გადაურჩინა. სიცოცხლე აჩუქა რა. ეგ ცალკე, მაგრამ არა, ის არის ასაცილო, რომ ივანიშვილის ნაჩუქარ სახლში რო ზიხარ და ეს რა ივანიშვილის რეჟიმი უნდა დავანგრევო. უმადური დედავატირე რა. ბიჭო, ტოპ ანალისტია რა გინდა. აი, გრიგოლ გეგელია გავა. არა, ძმაო, ილოღლონტი ყავს.
სადაც ილოღლონტია პირველი ილოღლონტი უნდა გადიოდეს ეგრევე. ვილოღლონტი კი ბატონო. გო ეს ღლონტი ხო იცი ვინ არის? დაიტოვეს ადმინი. კაკუნის როეშინია. მაგარი კაცი. კაკუნის როეშინია. ის არისო, რა ქვია? ბრიგადირი. 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 ეს ისა კაკუნის როეშინია. ინსპექტორი. ეს არის კოლმეურნეობის თავმჯდომარე. კოლმეურნეობის თავმჯდომარე. თან ბიჭო, არა, იქ კაი ხალხი იყო კოლმეურნეობის თავმჯდომარე. ვერ ვადარე. მე მეშლე ეს ისა რაღაც კაკუნის როეშინია. კაკუნის როეშინია ეგ არის, გავუშვი. ხომარ შეხედე რა როჟარ, ჩემი საყვარელი პერსონაჟია. კაკუნი, გავუშვი. ანუ არა, ერთი რა ამ ბრძოლაში და ჩვენი გუნდი დაიტოვეს გუნდი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი ვინც რუსთაველზე იბრძვის, იმიტომ კი არ ვარ შესული რომ ჩვენ კომფორტი და სიმშვიდე და სიწყნარე გვინდოდა. არა, ჩვენ ვიცოდით რომ ბრძოლა იქნებოდა გრძელი. ჩვენ ვიცოდით რომ ეს ბრძოლა მოითხოვდა გარკვეულ მსხვერპლს, იმიტომ რომ ჩვენ კი არა ხო 50-ზე მეტი ადამიანი მყავს ციხეში, რომლებიც თავისი თავისუფლება გაწირეს ამას და ჩემი კომფორტი და უსაფრთხოება და ის რომ ახლა იმედის პროპაგანდას როგორღაც გაუძლო, ეს მგონია არც ისე დიდი მსხვერპლ შეწირვა, რასაც ჩვენი ბიჭებმა და გოგოებმა გაიღეს თავისი ცხოვრების ნაწილი ჩვენი თავისუფლება. ჩვენ იმედი ჩვენ დაგცინეთ განსაკუთრებით კაკუნზე და მაღაზე აგეცვა. შეიძლება ლიბერდებილ ჩმორებს რაღაცა უთხრათ. არა, არ შეიძლება. არა, მართლა არ შეიძლება. ილოს უთხარი რა. ილოს გეტყვი, კარგი. შენ რო იძახი რომ თავი გავწირეთ 51-მა კაცმა. ამ ბოლო დროს გადავავლე მათ სუდებს. რა სასამართლოს. აბსოლუტურად ყველა იძახის რომ მე არაფერი არ გამიჭერდებია. ანუ რევოლუციონერმა ხო ეგ უნდა თქვა, კი მე ვისროლე ბომბი. და კიდევ ვისრე, ხო ეგეთ თემა? არა, მე ვაფშე არ ვიყავი იქ და მე რა უდანაშაულო ვარ. ბიჭო, ჩამოყალიბდით, შეგნებულად წახვედით მაღაზე რომ ფეერვერკი იზროლეთ და უდანაშაულოები ხართ რა. ეგრე არ არის, თმაოჯა. კარგი. ილო არის ჩემი გიორგი ვაშაძე. ფავორიტი ტიპი. აი გრიგოლ. გიანოდია მაგარია. გაუშვი. გიანოდია. ღიანოდია, გაუშვი. ერკლე მეფე გახდა ერთადერთი გმირი და შემდეგ, მაგრამ მაინც მაინც რეალურად რაცაც აკეთებენ, იმას ვერ ამბობენ, რომ ამას ვაკეთებთო, ხო? ანუ საქართველოს ორიენტაცია დასავლეთზე ეს არ არის რაღაც მიხეილ სააკაშვილის მოგონილი რაღაცა, ხო? ეს არის, რა ვიცი, 19 საუკუნიდან მოდის და ბარათაშვილიდან და ილია ჭავჭავაძიდან და ასე შემდეგ და ამას უპირისპირდებიან, ხო ისინი და ამაზეა აგებული ქართული იდენტობა პრინციპში, ახალი ქართული იდენტობა ამ პროექტზეა აგებული და ამას უპირისპირდება. ერთი წუთით რა ბიჭო დასაწყისშირო ტიპი იყო წამყვანი. მაგარი როჟარი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ჩერგოს ტიპი ერთადერთი ადამიანია. გახსოვს ბაჭო ეგ? გახსოვს თუ არა? ბუნდო უნდათ. აი ის ტიპი გაუშვით ხელახლა. ხო საინო უნდა მოხსოვდეს ეგ. აბულას ერკლე მეფე გახდა ერთადერთი ადამიანია, რომელსაც 15 წლის ასაკში უნდა რომ ყოფილიყო 60 წლის. და ვაფშე ანუ მეტი რეგალია არა. რაგინა მიუღწევია. ხო და ეხა გიანოდიას რაც შეეხება რა. პირდაპირ გეუბნები რომ ილია ჭავჭავაძე არ იყო პროდასავლელი. აი იმენა არ იყო გია ბოდიში მართლა წამიკითხავს აი ძაჭი და სამწო აი როგორ გაგიბედეთ რომ აი სამოქალაქო ცნობიერებაში შემოვიდა. ბარათაშვილი ხო იყო? ბარათაშვილზე აი მე ბარათაშვილზე მისი მერანიდან არ გამოჩვია. ხო და აი მაგდონეზე ვერ ქართლის ცხოვრებიდან გამოჩვიეს, იმიტომ რომ იქ რაღაც ეპიზოდები იყო, ხო? მაგრამ მე ილია ჭავჭავაძის რუსეთის იმპერიაში რატომ უნდა ვიყოთ ეგ ვიცი. ანუ ერეკლე მეორე დილემა რო ქონდა. ერეკლე მეორე საერთოდ ქართველებს არ ქონდა თავი, მუსულმანებისკენ წასულიყო, რუსებისგან ევროპა ვაფშე ფეხებზე იგი კიდე და კიდე ეს არის სისულელე. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ აუცილებელია ამას ქვია ჰერმენევტიკული კითხვა, რომ წახვიდე და კონტექსტში წაიკითხო. იქ არ იყო ბორელი, არ იყო შარლ მიშელი და არ იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და არ იყო სამყარო ესე მოწყობილი. იქ კონტექსტები და ცნებითი აპარატი სხვანაირად იყო მოწყობილი. არ შეიძლება ესე თქვა. იცი, ეგრე იყო როგორც ახლა არის. ხიშნიკები იყო გარშემო. არა, ეგ სხვა საკითხია, კაცო, მე სხვა რამე ვთქვი. ეხა ესეთი მარტივი. პირდაპირ, კალკი რო გააკეთე. ხო, ესეთი მარტივი არ არის რა. ის და რაც თავარია თანამედროვე საქართველოზე თუ ლაპარაკობთ პოლიტიკურ საქართველოზე. ნუ ერთ-ერთ პირველად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტერეთე.
არა, მე ვამბობ ისეთ შევარდნაძე ალბათ, რომელსაც ქონდა ნამდვილად გაფეტიშებული, აი გაფეტიშიზაცია, რასაც ქვია. იმის რა ქვია, სოფლიო ბანკი, IMF-ი, ისინი, ხო, და ამერიკა მუდმივად წადია. კი, ეს რა ქვია, ხო მაგარია. ევროატლანტიკური სტრუქტურები, აი მან დაიწყო ნამდვილი ბეიკერი ჩამოვიდა მაგის მაკაცი და დაუნდობლად მაგის მაკაცი ხელით დაახვია უთხრეს მერთო პაპატიე დარია ეს კაცი რა. კაი, ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც არის არ გვინდა. მეგა ბარამიძე, რატო არ უნდა გინა? გივი ბარამიძე? გია ბარამიძე. დავაი გავუშვებ. არჩევნებს გულისხმობ. ვინ არის? გივი ბარამიძე, გიგლამეთ ჩვენიც მაგაცი. გია ბარამიძე. ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას, რაშიც მონაწილეობა არც ერთმა ნორმალურმა პატრიოტულმა დემოკრატიულმა პარტიამ არ უნდა მიიღოს. რომ იყოს ქვეყანაში ნორმალური პირობები, ნორმალური ხელისუფლება, ნორმალური CSKO, დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციური ძალები დიდი უპირატესობით მოიგებდნენ როგორც საპარლამენტო არჩევნებს, ისე ნებისმიერ სხვა არჩევნებს. გამოჩვევის მისგან გია ბარამიძე პროდასავლურობა სერიოზულია და სიმტკიცე და თავდაჯერებულობა რომ ხალხის მხარდაჭერა მის მხარესაა. მოდი დავიწყოთ რამდენიმე კითხვა. რუმინეთში შეიძლება გახდეს ევროსკეპტიკოსი, გვაქვს ფიცო და ყავს ვუჩიჩი და ორბანიც არის ზოგიერთი ახლა მოსკოვშია პუტინის გვერდზე. საფრანგეთში და გერმანიაში იქნებოდა ცვლილებები. გიგარი ხარ. ეგრე. კაი კაცი ხარ, მაცადე დაიცა, კაი კაცი ხარ. ხო, ანუ მინიმუმ 5 ქვეყანა ახლა არ არის ევროპა. იმ გაგებით, რასაც ნოდი არის. პოლონეთი არ იყო ევროპა და ეხლა არის საშუალოდ არც ევროპა და არც არა ევროპა. ხო, ევროკავშირის მაგრამ თავარი ყველაზე მთავარი მოხდა ბრეგზიტი, ამით დაიწყო და შემდეგ ბირთვი, მისი ინდუსტრიული ბირთვი, რომელიც არის გერმანია და საფრანგეთი, რომ არა იქაური ელიტარული დიქტატურა, როგორც ორბანი უწოდებს ურსულა ფონ დერ ლაიენის ვთქვათ, მოქმედებას, AfD და ლეპენი იქნებოდა და რამდენი პარტია უნდა გამოირიცხოს იმ ევროპიდან, რომ ის ევროპა აღარ იყოს. აი რამდენი 10 იქნება 10 ძალიან მალე ოღონდ მართლა. დაიმხობა ეს ლიბერალური დიქტატურები, დაიმხობა და რა ვიცი ხა გიანოდია ბიჭო, გიანოდია ჭკვიანი რო იყოს, ცოტა მეთხას გაძლევდა, გიანოდია აღარ იქნებოდა. გიანოდია იყო, იცი შენ ვინ იყო? განათლების მინისტრი იყო 5 თვე თუ რაღაცა, იცი? 5 თვე? თუ რაღაც ძალიან ცოტა ხანი. რატო გააგდეს? კიმ კარდაშიანის პირველი ქორწილის ნაცემა რატო გააგდეს? იყო რატო გააგდეს ნაცემა, იცი? ეს შეიძლება გთამს არ იღებდა, მაგრამ ისეთი დებილი არის და იყო რომ ვაფშე გამოჭამეს მთელი განათლების სისტემა. ყველაფერზე ფული გააკეთეს. მის ქვეშ. ძლიერი მენეჯერი ყოფილა. ძალიან ძლიერი მენეჯერი. ყველა მენეჯერად მართლა ძალიან ძლიერია. ყველა მის ეს ამბავი გიანოდიამაც იცის თვითონ. გამოჩაგ და ბაზარზე ჯორება რა. ადრე იყო მარქსიზმ-ლენინიზმის სპეციალისტი. სასტრაფოდ გადაკეთდა ლიბერალურ დემოკრატიაზე გადავიდა ეგრევე რა. ეგ ძალიან სტრანია ეს. აი ეგ არის ეგ საბჭოთა კავშირის დარჩენები თუ აი მეგენია. ანუ იმელის შენობა როგორც გახდა ბილტმორი, ეგ ტრანსფორმაცია განიცადა. არა, იმელის შენობა როგორც გახდა ბილტმორი კი არა, რომ გახდეს ლიბერალური ინსტიტუტი. ხო, კი. დაახლოებით იგივეა, ბილტმორი კიდე კომერციული თემაა. მე მინდა მოვულოცო. გიანოდი არ არის კომერციული თემა? კი ბატონო. ყვარას მინდა მოვულოცო. მინდა მივულოცო. მოვულოცოთ, გისმენთ თქვენ მე არა მოგწოება ძალიან მაგრა ითამაშა გუშინ პირველი წუთებიდანვე ის პირველი საოცარი დარტყმა რომელიც ძელმა გადაარჩინა არსენალი გაშვებულ გოლს დაცვაში იყო საოცარი ნუ ჩვენ თვალწინ ძალიან დიდი სოფლიო მასშტაბის ფეხბურთელი ყალიბდება თუ უკვე ჩამოყალიბდა არ შეგვიძლია რო ვთქვათ მარცხენა ვინგერად ჩვეულებრივად. კი, რა თქმა უნდა, კაცო. უბრალოდ ანუ ეს არის ყოველი მის თამაში არის ახალი ინდივიდუალისტური სილამაზის პერფორმანსები და განსაკუთრებით სასიამოვნო დასაკვირვებელი რომ შენ ერის წარმომადგენელი არის ესე ჩვენერ ფეხბურთს რო თამაშობს. ინციდენტს თუ დააკვირდი, იქაც როგორ ეთყობა რომ ნამდვილია და არა ისეთი. აი
ფეხბურთის ამ შაბლონებს და ფეხბურთის ამ სტანდარტიზაციას მორგებული რა და თამაშიც ხო ეგეთყობა რა ის ჩხუბის ინციდენტი კალფიორსა ხო რა აი როგორ ეთყობა რომ ნამდვილი არ საჯზე არ და იმაზე არ თამაშობს რა ყვარაცხელიას აქვს ხათან უნიკალური შანსი რომ ერთ წელს გახდეს იტალიის ჩემპიონიც საფრანგეთის ჩემპიონი უკვე არის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ვერთმა ხელი მოუმართო ზმაო და ველოდები მორგი ბოლმის თხევას. მაგრამ იმათ ჯერ კიდევ ბოდიში არ მოუხდიათ. იმ საოცარ팁ებს. რო თქვეს რომ ყვარაცხელია ჩვეულებრივი რა არის განსაკუთრებული ამაში ვერ გაიქაჩებაო. ეგ ერთი და მე დღეს უყურებდი უკვე PSG-ში ტრანსფერის წინ რო წერდნენ ვიდეოებს რომ ნუ ეს რაღაცა PSG ძალიან გოლინური გუნდია და მე მგონი ძალიან არის. იცი რა არის მოერიდეთ ხოლმე კვარაზე მე ერიდეთ არა მართლა გეუბნები პროგნოზის კეთება არ არის კარგი მოერიდეთ და არის უარესი მე ერიდეთ და მე მართლა მოერიდეთ იმიტომ არ არის თქვენი ხაზი ორ შაბათს შევხვდეთ ძლიერი მადლობა ყურადღებისთვის საბა ორ შაბათამდე